მერც მაცხონოს დედა ჩემი და მამა ჩემი. მამა ჩემი მიხელ ჭიაურელი მართლა რაღაც ფეირვერკი იყო, ფეირვერკი მე მახსოვს მამა რო გამოჩნდებოდა გადასაღებ მოედანზე. ვინც კი იყო იქ და რამესა ყველაფერს მიანებებდა თავ და მოცვივდებოდნენ მამას ირგვლივ შეგროვდებოდა ხალხი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ჭერმჭერვეტყველი იყო, ძალიან დიდი იუმორი ჰქონდა, ისეთ ამბებს ყვებოდა, რომ ვეღარ ცილდებოდა ხალხი და ბოლოს დავიყვირებდი, კარგი მამა დავიწყოთ ბოლოს და ბოლოს გადაღება მიანებებდა თავს. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული კინოს ისტორიაში თითქმის და ზოგადად ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ისტორიაში თითქმის არ შეიძლება აღმოვაჩინოთ ასეთი მნიშვნელოვანი სახელი და გვარი, რომელსაც შეეძლო ერთგვარად დღევანდელ ენაზე კინომენეჯერის, კინოპროდიუსერის, ხელმძღვანელის, ორგანიზატორის, აი ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეესრულებინა კინოში, თან გაეარა ის პერიოდი, როდესაც სტალინიზმის ეპოქამ თითქმის შეუძლებელი გახადა ავანგარდული მოძრაობის რაღაც გარკვეული ტიპის შენარჩუნება თუნდაც ყოფილ საბჭოთა კინოში და ამასთანავე შემდეგ მოსული იყო ქართულ კინოში როგორც არტისტებთან მომუშავე რეჟისორის ხიბლით მოსილი საოცარი რეჟისორი, ნამდვილად ძალიან საინტერესო რეჟისორი ასეთი მნიშვნელოვანი გამოცდილებით. დრამატულ მსახიობებთან მუშაობის გამოცდილება მიხელ ჭიაურელს დასაწყისიდანვე 20-იანი წლების პერიოდიდანვე ჰქონდა განსაკუთრებული, გამორჩეული, სრულიად სხვაგვარი, თუნდაც მისი ერთ-ერთი პირველი ფილმიდან საბადან გამომდინარე, მე შემიძლია ვთქვა, რომ მხატვრულ სახეზე მუშაობისას აი ამ აგიტკაშიც კი, ბრჭყალებში აგიტკა, ასე უწოდებდნენ სწორედ ამ ფილმებს, აგიტკაშიც კი, სადაც ლოთობის და აი სხვა მანკიერებათა წრის ერთგვარ დაუსრულებლობაზეა საუბარი და სადაც პიონერია მოდის, ხო? ღიმილით ვიტყვი ამას. საშველად, აი ამ აგიტკაშიც კი, ახალგაზრდა ვერიკო ანჯაფარიძესთან, უშანგი ჩხეიძესთან და სხვა არტისტებთან მისი ნამუშევარი გახოთ განსხვავებული. ის საერთოდ არ გავს საბჭოთა ეპოქის და 20-იანი წლების კინემატოგრაფს, ის რაღაცა სხვა სიღრმეს ეძებს ყოველივე მათგანში, რაც შემდეგ მოგვიანებით გიორგი სააკაძეში გასაგებია, რომ რაღაც გარკვეული პათოსის საფუძველზე, მაგრამ ძალზე საინტერესოდ თითქოს აი გრაფიკული პორტრეტებით გამოვლინდა და შემდეგ უკვე ქართული მაყურებლისთვის საყვარელ ფილმებში ოთარა ანტქრივში და რაც გინახავს ვეღარ ნახავ, ეს აუცილებლად უნდა გამოვარჩიო ეს ფილმი, სადაც დადგინდა როგორც დრამატულ არტისტთან და სახასიათო არტისტებთან, აი სახასიათო როლის შემსრულებელ არტისტებთან დიდ დიაპაზონზე მომუშავე რეჟისორის ერთგვარი სახელი. ისაც უმუშავია ბატონ მიხეილ ჭიაურელთან დამეთანხმება, რომ ეს იყო ზიარება ჭეშმარიტ ხელოვნებასთან. საოცარ გარემოს ქმნიდა თავის გარშემო, თავისი არაჩვეულებრივი სიმსუბუქით, სილაღით, იუმორით
მის გარშემო ხალხი არ იღლებოდა მიუხედავად ასეთი დატვირთვის, თქვენ მოგეხსენებათ გადაღება რა რთულ პირობებში და რამდენად ძნელი გახლავთ, ეს იყო მრავალი დიდი ნიჭის თამოყრა ერთ ადამიანში. აგრემს გენაცვლებიან ირამ თურანიანი, ზურაბ ყაფლანიანი, გაღმა გულიხმიანი, გამოღმა მდივნიანი, დედისავათ მალათო. მამის ციხე ქალაქო, ბაბუას ოქრო ჯინჯილო გულზე ჩამოსაკიდო, ძიას ხამარ ხანჯალო, წელზე შემოსარტყაო, შენ კი გენაცვლებიანი ირამ თურანიანი, ზურაბ ყაფლანიანი, გამოღმა მდივნიანი. უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. უბედნიერესი, იმიტომ რომ ჩვენ გავიზარდეთ ისეთი სიყვარულის აურაში, ისე უყვარდა დედას და მამას ერთმანეთი. მიუხედავად თავიანთი სრულიად სხვადასხვა შეხედულებებისა. ისე გიждდებოდნენ მე არ დამამწყდება საათობით სასიყვარულო ლაპარაკები ტელეფონზე. სასიყვარულო ლაპარაკები, როგორ უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს ტელეფონით. და უნდა გითხრათ, სხვათა შორის, ხელი, აი რო იტყვიან ხელის მოწერა, ხელი მამამ და დედამ მოაწერეს ერთმანეთთან უკვე როცა შვილები ყავდათ. და ძალიან კარგად მახსოვს, რომ წავედით ზაქში, მაშინ ზემოზე იყო ერთი ზაქსი და შევედით შვილები და მიხეილ ჭიაურელი და ვერიკო აჯაფარიძე აწერდნენ მაშინ ხელს. ხელოვნებაში სავალი გზა მისთვის არასოდეს ყოფილა პირდაპირ. მოუსვენრობით, ძიებით, საკუთარი ხმის, საკუთარი მანერის პოვნის რწმენით მიყვებოდა ამ გზას და ალბათ სწორედ ამან მიიყვანა თეატრშიც. ქუთაისისა და თბილისის თეატრები. პირველად გაზეთი ტიფლის კინისტოკია უწყებს მკითხველს მსახიობ ჭიაურელის სცენაზე გამოჩენას. 1914-ში გაზეთი სახალხო ფურცელი დაწერს. ჭიაურელის ყოველი სიტყვა, მიხრა-მოხრა, თვით დუნილიც ნაყოფია ღრმა დაკვირვებისა. ეს ნიჭიერი ახალგაზრდა სცენისთვისაა დაბადებული. ჭიაურელს დღიური რომ ეწერა, პირველ ფურცლებზევე აისახებოდა დიღომი, ხელოვანის მშობლიური სოფელი. გლეხთა აჯანყებისა და მისი ჩახშობის სურათები, წარუშლელის შთაბეჭდილება რომ მოუხდენიათ მასზე. და ვინ იცის, რომელ კინოკაცსა თუ მიზანსცენაში უჩენიათ თან. სადაური ხარ გერეცო? ძალიან კარგად იცი სადაურიცავა. ისადავი ხო ჩახეთქი? ვილი იყო? ძალიან. და ისეთი ტკბილი ადამი დიღომს გარდა სადავი. მიხეილ ჭიაურელი გახლდათ ის ადამიანი, რამდვილად რომელიც ზრუნავდა ქართული კინოს აი ამ დრამატული რესურსის შენარჩუნებაზე. რას გულისხმობ? საქმე იმაშია, რომ იქნებოდა ეს ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, აკაკი ხორავა, დაუსრულებლად შეიძლება ხა ჩამოუთვალო მათ სახელები და გვარები, ხო? ის ადამიანები და ის არტისტები, ვინც სცენიდან და სხვა ფილმებიდან და ზოგადად კინემატოგრაფიდან მაყურებელი, ვისაც ძალიან კარგად იცნობოდა და ვინც ძალიან უყვარდა. აი ამ არტისტების, ასე ვთქვათ, სათამაშო და შემოქმედებითი დიაპაზონის გაზრდა იოლი არ გახლდათ. არ გახლდათ თავისთავად თუნდაც იმიტომ, რომ ვერიკო ანჯაფარიძე გახლდათ ტრაგიკული და დრამატული დიაპაზონის თუნდაც იმიტომ, რომ ხორავაც ასეთი იყო, მაგრამ აი ფილმში რაც გინახავს, ვეღარ ნახავ, სწორედ ეს კოჰორტა შეიკრიბა. ვასო გოძიაშვილი გასაგებია, მას ცოტა რაღაც სხვაგვარი მიდგომა ჰქონდა და მასთან მუშაობა ძალიან კარგად იცოდა მიხეილ ჭიაურელმა, მაგრამ აი ამ თვისებების აღმოჩენა, გამოტანა, ასე ვთქვათ, ავანსცენაზე პირობითად წამოწევა და იმ შტრიხების მოძებნა, რომელიც მიხეილ ჭიაურელს ძალიან უყვარდა, მასში აღმოაჩენს მსახიობთან მომუშავე რეჟისორს. ყური. დაკა პეტრა. მან იქნება მოსდნე ყური. ყური? ვაუ. ეხლა, ნენა. მან დაის, მან. ეხლა. ყანწი? ვა! თქვენი საფეგრძელო იყოს კრეირაში. აბა ეხლა ბძანებ, რაგნება, ვინ ბძანებ? იყო ხატვარი, მოქანდაკე უпроსტորად და ხატავდა კიდევაც. მერე გახდა რეჟისორი, მაგრამ ერკვეოდა მუსიკაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში უკრავდა, მღეროდა, ძალიან მრავალმხრივი ადამიანი იყო, განათლებული კაცი იყო, გემოვნება ჰქონდა, ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ჩანს მის ფილმებში, მის შემოქმედებებში,
ბევრ საინტერესოს მისი ხელოვნების მიღმა, პროფესიის მიღმა მიშა იყო უცბილესი ადამიანი. მიხეილ ძალიან უყვარდა და უყვარს კიდევაც სიმღერა. ხმას ჰქონდა. საკმარისად სასიამოვნო. სხვადასხვა ძალიან ნანობს რომ მომღერალი არ გამოვიდა. შენი სესკიტი გალანდება, სიყვარული გულიგდება. როგორ მიყარა ისიც ჭუპ-ჭუპუნა ჩემი გოგო მოდი ახლა ჩემთან და შემოდი ახლა ჩემთან კაბინეტში და მოდი ვიმღეროთ. ნუ როგორ მღეროდა იცით რა საქართველოში არავის არ უკვირს კარგი არა სიმღერა რომ შენ სმენა გაქვს რომ შენ ხმა გაქვს რომ შენ ეს სიმღერა იცი და ვითომ რო გესმის არაფერიც არ ესმით ისე როგორც მაგალითად ახლა იგივე ვიზეც ვლაპარაკობთ რა სიღრმე ქონდათ მის სიმღერას და როგორი მუსიკალური იყო და მღეროდით ქართულ რომანს ხოლო შენ ერთს არა კიდე ერთი რომანსი იყო ეხა უკვე ვეღარ ვიგონებ პირველი მე ის იწყებდა და მე პირველს ვაძლევდი და რა სიამონა და რუსული რომანსები მე აკომპანიმენტს უკეთებდი და ეხა ეს იცი როდის ხდებოდა როდესაც თქვა დაბადების დღე იყო სოფიკოსი ყველა კეიფობდა იქ მე ამ ოთახში ჩაკეტილი მის ოთახში ღეროდით ცალკე ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი იქ და მეც მინდოდა მეც დრო გამეტარებინა მაგრამ ამას ხო ახალგაზრდა რო ხარ მანდა მეც ვერ ხვდები რომ ეს რა დიდი მომენტია შენს ცხოვრებაში რომ ესეთი ბუმბერაზი ესეთი დიდი ხელოვანი ყველაფერში ნიჭიერი იყო ქანდაკებას როგორ აკანდაკებდა არაჩვეულებრივი მოქანდაკე იყო მის სარდაფში ქონდა მას ის რა ქვია სახელოსნო და იქ მუშაობდა ხოლმე ბევრი მას მოქანდაკის ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდა 1922 წელს რესპუბლიკის მთავრობამ დრეზდენშიც მიავლინა სკულპტურაში და ხელოვნებისათვის. იოსებ გრიშაშვილის, კოტე მესხის, ნიკო გოცირიძის, ვასო აბაშიძის, ივანე ფალიაშვილის, ვანო სარაჯიშვილის თუ სხვა ხელოვანთა პორტრეტებში იგრძნობა ოსტატის დაჯერებული ხელი. მიხეილ ჭიაურელი საქართველოში ერთ-ერთი პირველი შექმნის დიდი ბელადის ვლადიმერ ილიასზე ლენინის ქანდაკებას. საერთოდ ძალიან მხიარული კაცი იყო რა თვითონ ურთიერთობაში რაც მე მახსოვს და თან უკვე ის დასაკში იყო რომ აი შვილიშვილებთან ურთიერთობა ურჩევნოდა ყველაფერს მას. ძალიან ბევრი გააკეთა მანამდე მოგახსენს ერთ ძალიან საინტერესო ეპოქა იყო იცით ცვლილებების მაგათ თაობის ახალი მოიტანა იმ ცვლილებებმა მათ ძალიან ჯეროდა დაღლილი იყვნენ ბურჟუაზიულ კაპიტალისტური მცნებებით და ძალიან ბევრი ადამიანი იყო აყოლილი ამ ყველაფერს თავიდან პოეტები, მწერლები, არტისტები ყველანი რაც შორის მსახიობიც იყო ფილმში დასაწყისში ხო ესე იგი მიშა ფაქტიურად კინოს საწყის ეტაპზე აქტიურობდა და მისი იმდროინდელი ფილმებიც მუნჯი ფილმები შავ-თეთრი საბა ხაბარდა ძალიან მოთხოვნადია დღესაც ძალიან ბევრი ინსტიტუტიდან საზღვარგარეთიდან მირეკავენ ევროპიდან ამერიკიდან რომ ამას აჩვენებენ სტუდენტებს ასწავლიან ამითი ეხლა ჩვენმა მაყურებელმა ეს მუნჯი ფილმები შავ-თეთრი არ იცის ისე როგორც თქვა რაც გინახავ ვეღარ ნახავ არსენა გიორგი სააკაძე და თვითონ ეპოქა იყო ძალიან საინტერესო რა ამ ხრივ
ეტაპური ფილმები შექმნა მან, როგორც აქ საქართველოში, ისე რუსეთშიც, საბჭოთა კავშირში, ომის პერიოდი იყო, საერთოდ ეპოქა იყო, რა ეპოქა შექმნა სამხალხმა და მთელი ეპოქის მატარებელი ადამიანები იყვნენ, მიშას თაობა რა. ეს მეორე მსოფლიო ომი, მასთან დაკავშირებული ფილმები, ეს ყველაფერი ისე რომ დიდი დახუნძრული და საინტერესო გზა გაიარა მან ცხოვრებაში რა. მიშა ჭიაურელი უაღრესად ნიჭიერი ადამიანი, ის არ გამორჩებოდა სტალინს ასეთი ადამიანი, არც საქართველოში, არც არსად მას ძალიან უყვარდა კინო და როგორც ლენინი თვლიდა, რომ კინო არის აგიტაციის და პროპაგანდის ერთ-ერთი უძლიერესი საშუალება და სწორედ დაიწყო ეს. ერთი მხრივ მიშა ჭიაურელისთვის საინტერესო იყო არსენაზე გადაღება ფილმის გიორგი სააკაძეზე, მაგრამ მეორე მხრივ ამ ერთპიროვნულმა მმართველობამ ბოლშევიკურმა და სტალინმა მიიყვანა იქამდე, რომ მას გადააღებინა ფილმები, რომლებიც უნდა გადაეღო, სხვანაირად ვეღარ მოიქცეოდა ის. ასე თუ ისია, ის იდეოლოგიის გარკვეულ ყმათ აქციეს. და მაშინ არის სწორედ გადაღებული რამოდენიმე ფილმი, მართალია იქ იგივე მეტაფორები, საინტერესო დამოკიდებულებები, ხასიათები არის, მაგრამ ეს ყველაფერი არ მაინც დაკვეთით თუ შეიძლება ითქვას ფილმები. ვერიკო სულ ეფერებოდა. რაღაცნაირად ამას მე ვერც გავბედავდა, ვერც ვიტყვი, ესე მოკიდებდა უკან ხელზე, ესე ჭკვიდა და უხაჯეჭი და ნადაიალტი მინა, ესე ბრაზობდა ვერიკო და ეფერებოდა სულ. არაჩვეულებრივი ხასიათის ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი. დიდი ბედნიერებაა, რომ სოფიკო ბედნიერი ადამიანი იყო, რომ ესეთი ამისთანა ხალხში დედა და მამა ორივე ბუმბერაზები. ეს შეჩეული იყო და არც არაფრად რომ გაიზარდა, მე მიხვდა რომ სხვათა შორის ხო დედაზე ხო რაღაცა ლოცულობდა, მაგრამ მამას დიდი ადგილი ეკავა სოფიკოს ცხოვრებაში. ძალიან უყვარდა ერთმანეთი, თითქმის ძალიან გავდნენ ნიჭი, აი ცხოვრებისეული ნიჭი ქონდა სოფიკოსაც ძალიან დიდი. სოფიკოს სცენაზე და კინოში კი არ იყო მარტო ნიჭიერი. ის სახლში რომ მიეხედოდი, ან როგორ ცეკვა და როგორი დიასახლისი იყო, როგორ კერავდა, როგორ ქსოვდა, როგორ სადილს აკეთებდა, როგორ ბავშვებს უვლიდა, ყველაფერი იცოდა, ყველაფერი. იყო, იმიტომ რომ ეს გენები დედიდან და მამისგან ძალიან ერთად აიღო, რომელიც რაც ძალიან იშვიათია. გამდი ხანუმას, ეს იყო 68 წელი და გია ყანჩელი და მე მოვედით ბატონ მიშასთან, რადგანაც ბატონი მიშა იყო ნამდვილი თბილისელი. მას შესანიშნავად ახსოვდა ეს ძველი თბილისი, რომელიც ეხლა პრაქტიკულად აღარ არსებობს და მან მოვიყვა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა და აგრეთვე დაგვიკრა და იმღერა სიმღერები, რომელიც სამწუხაროდ არცად არ იყო ჩაწერილი და სპექტაკლში შევიდა რამდენიმე სიმღერა, რომელიც ბატონ მიშამ გვიმღერა. მართლაც აი რაღაც სული თბილისისა ამ ანეკდოტებში რაც მოგვიყვა, მოწმაწური ანეკდოტები ყველასაკვირველია. უყვარდა. და აი ეს რაღაც პატარა ჩანახატები, რომელიც მან გაიხსენა, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი მიერ წაკითხული რაღაც ნაშრომები ძველ თბილისზე.
ერთვენიერ დღეს ქუჩაში მივდივარ და უცებ გაჩერდა ჩემ გორდზე მანქანა. ძიამიშა არის და მეუბნე ვარ რომ ისო მერაფო ჩაჯექი წაგიყვან მე. სადმე დიხარ რომ მეუთხარი ექიმთან მივდივარ და მაშინ სამავთყოფოს არამიანცის სამავთყოფო ერქვა ხო და მე წაგიყვანო. წამიყვანა მივედით და იმ კარებთან არა ვარ მისული სადაც ექიმთან უნდა შევიდე უკვე ეზოში სამავთყოფოში. უცებ გააჩერა წინ ქანდაკებაა ლენინის ქანდაკება არის. ეს ჩემი ქანდაკება არისო. ეს პირველი ქანდაკებაა ლენინის ქანდაკება საქართველოსიო თქვა. მაჩვენ რატო გავიხსენე ეს იცით აი ეს პარადოქსები და მოულოდნელებები ძიამიშას ცხოვრებაში. გავიდა დრო არეულობის პერიოდია ლენინის ძეგლი მოგეხსენებათ ლენინის მოედანზეც გადმოაგდეს და აქაც ეს ძეგლი გადმოაგდეს. მერე შერცხვათ თქვენს რო ისევ დავაყენოთო ხო მართალია ძიამიშა მითხრა მაშინ რომ აი ხედავო პირველი ქანდაკებაა სადაც ლენინსო ქუდი კი არ ახურავსო ხელში დავაჭერინე მე ქუდიო აი ესე იდგა ლენინი ესე რაღაცას მოუწოდებდა ხალხს ესეთი მოკლედ აღადგინეს ეს ქანდაკება მაგრამ აღადგინეს და ისეთი დამტრეული იყო ეს წვირპირი რომ ახალი გააკეთა იმან მაგრამ რა ვიცი რა დაემართა ესე გეტყობა ზუსტად ვერ შეამოსმა და თავზეც ქუდი ეხურა და ხელშიც ქუდი ეჭირა მე შეუცვალეს ისევ გაასწორეს ყველაფერი მაგრამ აი ესეთი ამბავის დაემართა